ესენი შვილო დახსნელია, დეინახა რა მდგომარეობაში აქ წყალი ჩამოდის, იქ კიდე იქითაც ისია, აქეთაც ისია. ყველგან ცუდი მდგომარეობა გვაქვს, წყალი არ გვაქვს. ასეთ პირობებში მარნიულში მცხოვრებ ეკოემიგრანტებს 1991 წლიდან უწევთ ცხოვრება. წყალი, გათბობა, გზა, ელექტროენერგია. ეს იმ პრობლემათა ჩამონათვალია, რომელთა მოგვარება ამ ხნის მანძილზე ვერ მოხერხდა. იმისათვის, რომ აქ მცხოვრები მოსწავლეები სკოლამდე მივიდნენ, კილომეტრების გავლაც ცივზამთარში ფეხით უწევთ. ადგილობრივები დავით ნარმანიას ვიზიტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დაპირება ახალი საცხოვრებელი სახლის აშენებაზე უკვე მიიღეს. მდგომარეობა ძალიან ცუდი, თქვენც ხედავთ უკვე ყველაფერი დაათვალიერეთ, იცით რომ ასე ცუდად უცხოვროთ. დაპირებები ძალიან ბევრი ჰქონია. სახლის აშენებას გვინდა ძალიან, იმიტომ რომ სამოსახლოები დაგვიმტკიც და გვაქვს ჩვენთვის დამტკიცებული სამოსახლოები დავიმტკიცეთ და გვინდა რომ იქ იმდენად მაინც აშენდეს რამე, რომ გადავიდეთ და ვიცხოვროთ. ზარმაც ხალხი ალბათ ყველა ხედავთ აქანა საყოლიებელი ყავს და გვინდა რომ ჩვენ ადგილში ვიყოთ ისე როგორც იმერელ ხალხს და მშრომელ ხალხს შეეფერება. ახლა დავით ნარმანია შეხვდა ძალიან დიდი იმედით ვარ დაპირებები კმაყოფილი ვარ შესულება როგორი იქნება არ ვიცი. ვითხოვთ ძალიან გთხოვთ რომ დაგვეხმაროთ როგორმე რომ სახლების აშენების პრობლემა მოგვივაროთ როგორმე. ჩვენი სკოლა ძალიან შორს არის, ამიტომ გვიწევს ფეხით სკოლაში და გვინდა რომ ტრანსპორტი იყოს და ტრანსპორტით ვიაროთ სკოლაში. აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგებელმა გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეკოემიგრანტების პრობლემა უახლოეს მომავალში გადაწყდება. ეკოემიგრანტებმა საჩაიდან გადმოსახლებულმა ეკოემიგრანტებმა მაგრამ დევნილი სტატუსებით არიან. არაერთხელ მომართეთ განცხადებით, რომ მათ პირობების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გახსოვთ ცოტა ხნის უკან ჩამოგზავნებული იყო დევნილთა და თოვლთა განსახლების მინისტრი ბატონი დავითი, ჰქონდა უშუალო საუბარი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და აღვიქვა დახმარება, რომ ეკომიგრანტებს, რომლებიც ცხოვრობენ აგერ მარნეულის რაიონში, ეს არის დაახლოებით 55 ოჯახი, განიხილავდნენ აღნიშნულ საკითხს, დაათვალიერებდნენ მათ პირობებს, საცხოვრებელ პირობებს და იმ საკარმიდამო ნაკვეთებზე, რომელიც მათ გააჩნია და გამოუღო სახელმწიფომ, შესაძლებელი არის განიხილება დღეს შესწავლის პროცესია ეს საკითხი, შესაძლებელია რომ გამოიყოს რაღაც გარკვეული თანხა, რომ ბილეტაზე პატარა საცხოვრებელი სახლი, კეთილმოწყობაზე არა, პატარა საცხოვრებელი სახლი აშენდეს. რასაც ძალიან ისე დიდი სიხარული შეხვდა ჩვენი ეკომიგრანტების წარმომადგენლები, უშუალოდ შევახვედრე მინისტრს და აღნიშნეს, რომ თუ მთავრობა დაეხმარებოდა აღნიშნულ საკითხის გადაწყვეტაში, მას თვითონ კეთილმოწყობაზე, შემდეგ სახლის და გარემონტებას და მის ინფრასტრუქტურის განვითარება და შეგიძლიათ სახში თვითონ იზრუნებდნენ. თუმცა დღესაც ჰქონდა საუბარი მინისტრის უმადგილესთან, ბატონ მამუკა ცოტნაშვილთან, აღნიშნულ თემაზე ვისაუბრეთ და პროცესი დაძრული არის, ველოდებით ახლა ჩამოვლენ გადახედავენ სიტუაციას, პროექტებს და გაითვალისწინონ მომავალი წლისათვის და მომავალ წელს ნაბიჯ დავიწყოთ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა. ეკოემიგრანტები იმედის თვალით შეყურებენ მომავალს და ახალი საცხოვრებელი სახლების მოლოდინში დღეებს ითვლიან. ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უცხოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც მეოთხე საუკუნის დასაწყისში ნიკეის პირველ მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. საქართველოში მთავარანგელოზთა სახელობის მრავალი ტაძარი არსებობს. მინდა ღვთაელთმოწამე დიონისე არეოპაგელის მიხედვით არსებობს ანგელოზთა 900, რომელიც მან განჭვრიტა და მოგცა სრულყოფილი სწავლება თავის ნაშრომში ზეციური იერარქიის შესახებ, წმინდა წერილსა და წმინდა გარდამოცემაზე დაყრდნობით. ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი, რომელმაც გამოდევნა სასუფევლიდან სატანა და მისი მიმდევრები. გვიცავს ბოროტი სულებისა და ბოროტი ადამიანებისგან.
ახალი მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცდუნებათა დროს. ცნობილია სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მოცემული ღვთისაგან. მთავარანგელოზობასთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღევლინება ყველა მოქმედ ტაძარში. თორმეტი პოლიტიკური პარტია თვითმმართველობის კოდექსის შესახებ საჯარო განხილვების დაწყებას ითხოვს. მათი განცხადებით, კოდექსის შემუშავება და დამტკიცება არასაპარლამენტო ოპოზიციის ჩართულობის გარეშე მოხდა. მზა დოკუმენტის მიმართ კი შენიშვნები აქვთ. პოლიტიკურ პარტიათა ნაწილი აღნიშნულ დისკუსიამდე პარლამენტში კოდექსის განხილვის შეჩერების მომხრეა. თვითმმართველობის რეფორმაზე მომუშავე ექსპერტები კი აცხადებენ, რომ პროცესის გაჭიანურება დაუშვებელია. თვითმმართველობის კოდექსი მთავრობამ 30 ოქტომბერს დაამტკიცა. დოკუმენტი პარლამენტშია გადაგზავნილი და მისი საკომიტეტო მოსმენები უახლოეს მომავალში დაიწყება. დოკუმენტის მიხედვით სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა დაგეგმილი გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად კი საკრებულოს წევრებით დაკომპლექტებული კოლეგიალური ორგანოც შეიქმნება. შემთხვევაში არის განხილვის ფორმები. როგორ შეიქმნა კანონი დახურულ რეჟიმში, როგორ მიდიოდა დისკუსია დახურულ რეჟიმში ერთი კონკრეტული პარტიის ფარგლებში. ესე დაიწყო თავის დროს ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მარტო ის იყო ამ ქვეყანაში და სხვა არავინ არ არსებობდა. როგორ დაამთავრეს ძალიან კარგადაც ვხედავთ. თავარი არის სწორედ ის, რომ თვითმმართველობა ეს არ არის ერთი კონკრეტული პარტიის ასე ვთქვათ საკუთრება. თვითმმართველობა ეს არის საერთო სახალხო განხილვის და პროცესის ნაწილი უნდა გახდეს. რეფორმას გულისხმობ და ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიებს აქვთ გამოცდილება, ცოდნა, რომელიც შეიძლება აი ამას ყველაფერს მოახმარონ. კითხონ ამ პარტიებს იქნება რაიმე ისეთი უთხრან, რომელიც მათ არ იციან და მე რასაც უყურებ, ბევრი რამე მათ არ იციან სამწუხაროდ. როგორც პოლიტიკური ფაქტორი, ასევე საერთაშორისო ფაქტორი დააიგნორა ხელისუფლება და პირდაპირ საკუთარი კაბინეტიდან მეორე კაბინეტში, პარლამენტის კაბინეტში გადაიტანა ეს პროცესი. ამიტომ ჩვენ ვაყენებთ საკითხს, რომ პირველი გაიხსნას ფართო საზოგადოებრივი პოლიტიკური დისკუსია უკვე არსებულ პროექტთან დაკავშირებით და არ მოხდეს ეს ყველაფერი რაღაც საიტნოტურ რეჟიმში და დროის სიმჭიდროვე არ იქნას გამოყენებული როგორც საბაბი. ევროპული სტანდარტი ნიშნავს დეცენტრალიზაციას თვითმმართველობების, ნიშნავს თვითმმართველობების სიძლიერეს, იმისათვის რომ თვითმმართველობა გახდეს ძლიერი, ამისათვის საჭიროა ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ და ვთვლით და უთვლით ხელისუფლებას და კანონპროექტის ავტორებს, რომ უნდა გქონდეს თვითმმართველობა ადგილობრივი მოსაკრებლის აღების საშუალება იმისათვის, რომ შესაბამისად შემდეგში ჩადონ ეს თანხები მუხლებში, რომელსაც თვლიან საჭიროდ კონკრეტული თვითმმართველობებისათვის. გიორგი ჩივიაშვილი დენუსის დასკვნას ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად მიიჩნევს და ყოფილი პრემიერის საქმის განხილვაში მის ჩადებას ითხოვს. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დოკუმენტის საქმეში დარჩენით 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილი გამართლდება. ჩივიაშვილის თქმით, ანგარიში ცალსახადაა დაფიქსირებული, რომ 26 მაისს მერაბიშვილის მიერ მიტინგის დაშლა ტექნიკურად სწორად იყო დაგეგმილი, თუმცა ძალის გადაჭარბებას კონკრეტული სამართალდამცავების მხრიდან ჰქონდა ადგილი. შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე პროკურატურამ დაცვის მტკიცებულებებიდან დენუსის ანგარიშის ამოღება მოითხოვა. ბრალდების მხარე ანგარიშის დაუშვება მტკიცებულებად ცნობას ითხოვს. 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა ვანო მერაბიშვილის ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდია. პროკურატურა მას დამამძიმებელ გარემოებაში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. 26 მაისის საქმეზე სასამართლოს სხდომა 27 ნოემბერს განახლდება. თქვენ გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ პროკურატურის მოთხოვნით პროკურატურამ ჩადო ეს მოხსენება საქმეში. ეს იყო პროკურატურის მტკიცებულება. გახსოვთ ასევე, რომ მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა წულკიანმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ეს იყო კარგი მოხსენება და რომ სწორედ მათ ჩადეს და მათ მიეწოდეს დაცვის მხარეს. ამის მერე გენერალურმა პროკურატურამ გააკეთა ოფიციალური განცხადება იმაზე, რომ ეს მოხსენება იყო მაღალკვალიფიციური დოკუმენტი და ის არათუ არ ამყარებდა დაცვის მხარის პოზიციებს, არამედ პირიქით ამ დოკუმენტს გამოიყენებდა ბრალდება. და გუშინ ნახეთ ის, რომ პროკურატურა შევიდა ამ დოკუმენტის ამოღების შუამდგომლობით სასამართლოში.
მე არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ საფუძვლებიდან გამომდინარე, რომ ავთენტურობა არსებობს ამ დასკვნის, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რაც მე ვისაუბრე, ძალიან გაუჭირდება და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაგრამ თვითონ ფაქტია შემაშფოთებელი, როდესაც ღიად აფიქსირებს პროკურატურა პოზიციას, რომ საქმეში უნდა იყოს მხოლოდ ის მტკიცებულება, რითიც მე ადამიანს ვცნობ დამნაშავედ.